ბოლო წლების განმავლობაში მოლდოვის რესპუბლიკამ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია, თუმცა ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. მინდა ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდო და გვეხმაროს ამ პროცესში, რათა უახლოეს მომავალში შევძლოთ მოლაპარაკებების დასრულება და მოვამზადოთ ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირში წევრობისთვის. ევრობლოკში მოლდოვის შესვლას ჩვენ განვიხილავთ არა როგორც პოლიტიკურ მიზანს, არამედ სახელმწიფოს სიღრმისეული ტრანსფორმაციის პროცესს, რათა თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს ყველა სარგებლის მიღება. ბევრად უფრო ხარისხიანი სახელმწიფო სერვისები, ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა და მტკიცე სამართლებრივი სახელმწიფო. მოლდოვა მარტო არ არის ევროკავშირში, ჩვენ გვყავს სანდო მეგობრები, რომლებიც მხარს გვიჭერენ. სჯერათ ჩვენი პოტენციალის და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით იციან, რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა ამ პროცესში. კიშინაუში სამი გზავნილით ჩამოვედი. პირველ რიგში თქვენ სწორ გზაზე ხართ. ეს დადასტურდა გასულ კვირაში, როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში. მეორე მხრივ ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, როგორც თავადაც თქვით. არ მინდა რაიმე ფუჭი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რა იქნება. ნამდვილი მუშაობა ახლა იწყება. სამომავლოდ თქვენ მოგიწევთ თქვენი კანონმდებლობის მორგება ევროპულ სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, ამას თან ზრდას გარკვეული აღმასვლაც და დაღმასვლაც, თუმცა მოგიწოდებთ გამოავლინოთ იგივე სიმტკიცე, რაც აქამდე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნდობა ერთმანეთისადმი და განვაგრძოთ წინსვლა. სინამდვილეში რეფორმების ეს პროცესი ღირს ამათ, რადგან სხვა ევროპულმა ქვეყნებაც გაიარეს ეს გზა, რამაც მოიტანა რიგითი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესება და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა. ჩემი მესამე გზავნილი არის ის, რომ ეროვნული ერთობა არის წარმატების გასაღები. მოლდოვაში ბოლო 3 ვიზიტის ფარგლებში შევძელი შეხვედრა მერებთან, ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ხედავ, რომ მოლდოვა ნამდვილად დიდ იმედებს ამყარებს ევროკავშირზე. ყველა ცდილობს საკუთარი ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის საზოგადოებრივი ერთობის მიღწევას.